ქრისტი, შენთვის მოვამზადე ძალიან რთული დავალება. ამ სურათზე უნდა გადაადგილო 1 ზღერი, ისე რომ მივიღოთ 4 კუთხედი. კვადრატი დაგიზუსტებ უფრო. რონა იყო? 1 ზღერი, ოღონდ. აქაც არის პატარა წესი. არ უნდა მოვღუნოთ, არ უნდა გადავტეხოთ 1 ზღერი და ასე შემდეგ. დაიწყე, მიდი. ის რა არის? როგორ უნდა გადავადგილო? 1 უნდა გადაადგილო აუცილებლად, ქრისტე, მიიღებ დამიგერე კვადრატს. სხვათა შორის ამ დავალებას ვერ უმკლავდება მოსახლეობის, სოფლიო მოსახლეობის ალბათ 99.9% ქრისტიანო, იმდენად რთულია. კარგი. ესე იგი, ერთი ჩხირი ვავიღოთ და რომელიმე ზევიდან დავადოთ. არა, 2 კუთხე იქნება, გიორგი, 4 კუთხედი არ გამოდის. ქრისტე, 2 კუთხე როგორ იქნება, მე ძალიან კარგად ვიცი. შენ უნდა გამიკეთო მანდ 4 კუთხედი. რაღაცას მატყუებ გენაცვალე. არაფერს არ გატყუებ, აი, გიფიცები არაფერს არ გატყუებ. მატყუებს. მინიშნებას მოგცემ. რამხელა იქნება ეს კვადრატი? მნიშვნელობა არ აქვს. თავარია კვადრატი იყოს. ვიცი, რომ არაფერი არ მოგცემ მინიშნება, მაგრამ მაინც. კომენტარებში დაწერეთ, რომ გიორგი მატყუებს. არაფერს არ ვატყუებ და ვინც გამოიცნობს კომენტარებში რა არის აქ პასუხი და როგორ უნდა გავაკეთოთ და რა უნდა გავაკეთოთ, იმას მე დავულაიქებ კომენტარს და დავუწერ, რომ კი, შენ სწორი ხარ, იმიტომ რომ ძალიან რთული გამოსაცნობია ეს. ვაღიარებ, რომ არ გამომდის, ვერ ხვდები რა არის. ანუ აღიარებ, რომ მე ვარ ყველაზე ძლიერი. უბრალოდ ერთი აღიარე, რომ მე ვარ ყველაზე ძლიერი ეგეთებში. არ ვაღიარებ. არ აღიარებ, ხო და პასუხსაც არ გეტყვი. და ხალხმა დაწეროს კომენტარებში რა არის ამ კითხვაზე პასუხი, კითხვაზე რა მაგალითი.